აბა რუსთავიდან მოვიდნენ. Ба. ვა, ტრიუფელი. ხო, ტუალეტში ხო იყო ჩაგროვილი, რომ ჩარეცხე, დილას ჩაირეცხა ერთხელ. ეს ლობიანი თუ ხაჭაპურია. ვა, ჩიჩისზე. ტირამისუ. რა კაი რაღაცებია. Шло. ორი დღე წყალი არ ქონდა ხო, ორი დღე. Просто ორი დღე წყალი არ ქონდა. ღმერთოჩე. და როგორც იქნა მოვიდა. გუშინ საყამოს. რა ბედნიერება, მე და იკა გავრბოდით ერთმანეთს ვასწრებით, რომ ტუალეტი ჩაგვერეცხა. განა არ იყო ჩასხმული წყალი, მოგქონდა და იყო ჩასხმული, მაგრამ ეს ნაპოლით კარგად რომ ჩაირეცხება, ეს სხვა. ფოდიში თქვენ დანამდედარებზე, მაგრამ აი ესეთი პატარა რაღაცები, რაც ყოველდღიურობაში ესე გვაქვს, ესეც უნდა იყოს და მე რო ეგრე არ არის, მე ხვდები რამხელა რაღაცა არის. ეს რა გამოვიარე ხალხო. Просто ეს რა გამოვია. ორი დღე წყალი ვერ დამილევია შიშინ. ჩემს გიმოზე. აი რა კაია. მოდე ხა ყავა გავიკეთო, ცოტა მადუღარა. Okay, რატომ არის? Oi, man. Шавити. Да, S. Окси. Чё? გავუსვოთ თორე სიყავა გადავაყარეს ეს აუ მაინც აურზაური ასე ბიბიდი ბაბიდი პუ მე შორა კარგია გასამა საჭმელსაც გავაკეთებ
მცივა ხალხო. შემცივდა ბა, ესენი რუსთავიდან რომ მოიტანეს წუხელ. ნეტა როგორია ეს, Суфле. Тирамису. Морская звездочка. Ох, 26 граммია. მგონი აქვს 100 გრამზე. ხა მომივა. 430. Я иду, приду, и мой голос растужен. Я понимаю, мир мне не нужен без тебя. Касот. Сейчас мне секси мрера. А როგორ მიყვარდათ? რამდენს ვტიროდი მე თო. სივა ხალხო მაკანკალებს. Я иду, приду, и мой голос растужен. Я понимаю, мир мне не нужен без тебя. ნახეთ, ჩემი ყველაზე კაი ჯანგალი აქ ჩაუგდია ვიღაცას. ეხა გადმომივა იმის ამოღებაში. რაღაც ნოტიფიკაცია მოვიდა, თვალი გამექცა და ამოდის ნათდება. აჰა, აბა ეხა ეს სუფლე ავიღოთ, რამდენი გრამი იყო ეს? დედაბერქებული. სადაც ავიღე? აკი. 26. მოიჩაბა ტიკველი რამდენი? ტიტველი. რა მხელა რა? მოსაი. ოთხას რამდენი ვთქვი? 30 თუ 50? 430. რა 2 გრამი, ხა ეს 2 გრამზე მეტი არ არის? რაკაია. ეს არ დამისხია ხო? კოფე. Ai, diam შვიდობის სახალხნებო. რა მოგოიცა ეს შეადრე?
ახლა შევხარე საათს. ხა. დამშულობისა ყველას. აი რა კაია. სუფლე ჩემი არა. ეს არის ამის გემოაკ. შაქრისა. მათაკია. კვირადღე. მშვენიერი კვირადღე. არის ხოლმე გაელვებები. როცა გრძნობ, როცა ფიქრობ. ბედნიერი ვარ. რა ოპერა. ოპერა მოვიდა. ეს Какая прекрасная у вас дружба. Софочка грузинка или армянка? София картвелия ძვირფასო. ეს ოღონდ სხვა მართლა როგორი გულუბრყვილა სოფია იშვიათი ასეთი ადამიანები უეშმაკო და ძალიან კეთილი. ალელონი გიხდება ესეთი ფრიშხილები ამ ზომის ნაზია. მადლობა საყვარელ მეც მომწონს. Скажи, пожалуйста, ты терпишь чувство голода или ты его не испытываешь и наедаешься в течение дня тем, что если я, например, не могу терпеть чувство голода. Როცა კალორიებს ვითვლი, ანუ როცა კალორიულ დეფიციტში ვარ, იმედი მაქვს რომ გესმის ქართულად. როცა კალორიულ დეფიციტში ვარ, ანუ უმეტესად შიმშილს არ ვითმენ. ანუ რა შემთხვევაში იცი შეიძლება მოვითმინო შიმშილი თუ მაგალითად შევჭამე რაღაც 600 კალორიანი ტორტის ნაჭერი. და დიეტა არ დავნაყრდისავით. მაგრამ ნახე რა შესაქმე 600 კალორიანი ტორტის ნაჭერს ერთი არ ვჭამ, არასდროს არ ვჭამ, ისედაც არ ვჭამ მაგ ხელას და მეორეც ერთი კიდე როცა ვჭამ ვნაყრდები. ანუ მოკლედ შეიძლება იყოს რაღაცა ჭამო სიტყვაზე, რამაც დიეტა არ დაგანაყრა და მეორე კვებაც არ გიყოს რა. არის ხოლმე ზოგჯერ. არის დღეები, როცა უფრო მეტად გშია, მაგალითად ციკლის წინა პერიოდი და რაღაცა. მაგრამ ცოტა უფრო მეც ვჭამ ხოლმე. მაგრამ ისე რომ თქვა რომ კალორიულ დეფიციტში შიმშილს ვითმენ, შიმშილს არ ვითმენ მე. ანუ თუ სწორად გადაანაწილებ და დააბალანსებ შენს კვებას, საერთოდ არ გექნება შიმშილის გრძნობა. უბრალოდ მე ის მაქვს ხოლმე რომ ხშირად არ ვაბალანსებ, იმიტომ რომ რაღაცა ის კონკრეტული მინდა, ანუ ჩემი კვებითი აშლობიდან გამომდინარე. და რადგან რაღაცა რომ მინდა, ეს არ ჩამყვეს და არ გამიძლიერდეს სურვილი, რომელიც მე რაიმე სხვაში არ გადავიდეს, ანუ
დარღვევაში და ეგეთში. ამიტომ იმას შვები, რა ქვია. ჭამხომე რაც მინდა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს არ არის ეს ჯანსაღი ან დაბალანსებული ან რაღაც, ანუ რაც მინდა, იმას ვჭამ. მაგრამ შიმშილის გზნობა, რა ვიცი, ანუ დეფიციტი იმიტოა, რომ არის ნორმალური ოდენობის კალორიები, რომელსაც შენ მიირთმევ და ანუ შიმშილის გზნობა არ უნდა გქონდეს. წესით. თუ სწორად ანაწილებ. ლეონინი როგორ ხარ საყვარელო? კარგად ძირფასო. მეც არ შემიძლია, ანუ შიმშილის მოთმენა კი შემიძლია. იცი რა არ შემიძლია უფრო? რაც არ მიყვარს იმის ჭამა. და არც შიმშილის მოთმენა მიყვარს. და არც იმის ჭამა, რაც არ მიყვარს. ამიტომ ჭამი მასაც მიყვარს და ვითვლი კალორიებს. ნათია, კეთი ეგიდუ ნაშვილი მიყვარს ადამიანები საკუთარ თავზე რომ ხუმრობენო. კარგი ადამიანის გვერდით, კარგი ადამიანია. შენ ისეთ საოცარი გოგო ხარ, როგორ შეიძლება შენი მეგობარი ცუდი გყავდეს. მადლობა, ჩემო ნინიკო, საყვარელო ძირფას. რა თქმა უნდა, ეგ ეგრეა. Эльнара. Привет, дорогая моя, как дела? У нас все нормально. Мне так приятно смотреть твои влоги, они реальные, что есть это. Люблю вас. Эва, ангелочек просто. Не подскажи, пожалуйста, как вы похудели. Реально супер выглядишь. მადლობა ძვირფას. ანუ აი, ჩემ ლოგებს არ განუყურებთ. ადამიანები, რომლებიც მაგალითად რუსულ ენაზე მწერთ, ვფიქრობ, რომ ქართული გესმით და რუსულად იმიტომ წერთ, რომ შეიძლება მაგალითად ქართულად გამართულად ვერ დაწეროთ და ანუ მეც მაგალითად რუსულ ენოვნებს ვუყურებ ხოლმე და მესმის მოკლედ რა. ხო, და ამიტომ ქართულად გპასუხობთ. ნუ, რუსულად არ ვუპასუხებ ჩემს არხზე, ანუ შეიძლება ადამიანს პირადად ვუთხრა, გავისაუბრო, მაგრამ ჩემს არხზე, რომელიც ქართულ ენაზეა, ქართველი ხალხისთვის არის. არა მარტო ქართველი ხალხისთვის, ყველა ადამიანისთვის აბსოლუტურად, ვისაც ქართული ესმის. ამიტომ ქართულად ვუპასუხებ და ნუ მოკლედ ახსნა არ ჭირდება, მაგრამ მაინც. ხო, და იმედი მაქვს, რომ გესმით. მეც კარგად ვარ, ძალიან დიდი მადლობა ევაზე. კალორიული დეფიციტით დავიკელი მე. კალორიული დეფიციტით. ერთადერთი სწორი გზა არის ჩემი აზრით, კალორიული დეფიციტით ონლაინში დასაკლებად. იმიტომ რომ ეს არის ხანგრძლივი, რაც შეიძლება მთელი ცხოვრება ადამიანმა გამოიყენოს. სხვა დანარჩენი ყველა არის დროებით, შედეგიც მათ შორის. ცინინი ყველაზე ლამაზი საყვარელი იუთუბერი ხარ, მიყვარხარ. აი, მე დიდი მადლობა საყვარელო. როგორ გამახარე. აი, როცა გიყვარს ადამიანი, ძალიან მიყვარს აი ეგ რომ ადამიანი რო გიყვარს და ყველაზე კარგი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე საუკეთესო რო გეჩვენება. ანუ, აი მეც ეგრე ვარ ჩემ შვილებზე. და ყველა ადამიანზე ვინც მიყვარს. ანუ სხვანაირად ლამაზები არიან ჩემთვის ადამიანები, ვინც მიყვარან. ირმა იმღერა საყვარელო და იბრძყინა კიდეც მადლობა ჩემო ძვირფასო თინათინ მიყვარხარ ნინი. ლელა დიდამშვიდობისა ჩემო ლამაზო სტომატიტი ხო არ ამოგდის მაგანიც იცის ან ანთება ხომ არ გეწყება გრძილის. აი ეგ შეიძლება და სტომატიც არ გავს. ჭარხალიც უნდა მაკეთსო კომპოსტო. მე გავუკეთე სალინა. ეს გოგრა მოხარშული უფრო გემრიელი თუ შემწვარიო ასმათმა. მე შემწვარი მომწონს. მოხარშული რაღაცნაირად ეს გოგრა ისედაც წყლიანია და ძალიან ცოტა წყალი გავუკეთეთ და ურთქლზე მოუხარშეთ და მიუხედავად მაგისა მაინც საშინლად იმას ქნა. რა ვიცი, სიტკბო დააკარგინა, წყლიანობა დაუმა და ვერ შევჭამე მე საერთოდ მოხარშული. ჩემთვის შემწვარი გაცილებით უფრო გემრიელია. თათია დაგვეკარგეო. ევა მომიკითხეთ მაგარი გოგონა და ლამაზი. მე გიხდება ჩემო გოგო, მეც ერთი კვირის წინ შევიჭერი. ლია. საუკეთესო დედი, საუკეთესო შვილია სოფია. მე სოფიას დედას არ ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ
საუკეთესო ადამიანია, იმიტომ რომ სხვანაირად წარმოუდგენელია. ირინა, ნინი, სოფია, საოცარი გოგო ხარ, კარგი თმები გაქვს და კარგად შეგჭათ თმა სოფიამ კი ხდება ნინი, მადლობა ირინა. ნინიკო, ევიტუნა მიიყვან ცეკვაზე, როგორ მომწონს მოცეკვავე ხალხი სიავილი, ჩემი გოგო დამყავდა, მაგრამ ახლა იმდენი სამეცნიერო აქვს, მე 6 კლასში გადავიდა და აღარ ცალია სამწუხაროდ გული მწყდება, მაგრამ ამ 4 წელში იმდენი ისწავლა, აწყობს ილეთებით ცეკვებს. სიავილი შეიცვალა და კარგია. რავი, მოკლედ ვთქვათ, კი, აუცილებლად თან, მე ძალიან მინდოდა ცეკვა და მე ხო ვერ ვიარე და მე თან სმენა არ მქონდა და ევას კიდე საოცარი სმენა აქ და შესაბამისად მუსიკა და ცეკვა მინდა მისთვის. ოღონდ ნახე არ ვიცი თუ ვიპოვი, უნდა მოვძებნო ისეთი პედაგოგები და ისეთი გარემო მინდა, სადაც ბავშვზე არ იძალადებენ, არ იქნება ეს არა ადამიანური სიმკაცრე, ცუდი მოპყრობა და ეგეთები. მე მინდა რომ რასაც სწავლობს ჩემი შვილი, იმისთვის ისწავლოს, რომ ამითი დატკბეს. ის კი არა ჩემ დროს ბავშვები, ეხლა მასე აღარ არის, მაგრამ მაინც ჩემ დროს მუსიკაზე რო დადიოდნენ, ესე იგი ყველამ დაამთავრა 7 წლები მუსიკაში, მე ძალიან მადლიერი ვარ ლიასი, რომ არ მიმიყვანა. ესე იგი, ყველას ისე ზიზღებოდა ხალხო, ისე ზიზღებოდა მუსიკალური სკოლა იყო, რო ჩაივლიდი, ერთი მუსიკის ხმა გამოდიოდა, მეორე იქიდან და ყვირილის, ქალების წიკვინის და ყვირილის. მერთო და ყველა ბავშვს ეშინოდა და ეზიზღებოდა. ხო და აი ეგეთი გარემო არ მინდა რომ იყოს. ადამიანური გარემო მინდა რომ იყოს. პირველი ეგ არის ჩემთვის. მე სხვა დანარჩენი თუ მოვძებნი და აუცილებლად ვიცი რომ მოვძებნი ეგეთ გარემოს, მივიყვან. იმიტომ რომ ევიტუნას სხეულიც ისეთი აქვს. თვითონ რაღაცა დახვეწილი ნაზი ესეთი, ძალიან მოუხდება. არ შეიძლება რომ მაგან ცეკვა არ იცოდეს. ციცი ჩემო ლამაზო მიყვარხარნი, მე ძალიან მიყვარხარ ციცი. ლელა მოყვარულებიც, ხო, მარისნი, ყველა ასაკში შესაძლებელია ცეკვა. კი, ჩემო საყვარელო, კი. ირმა ყვახიძალზე სასარგებლოა შემწვარის და მოხარშულის მიყვარს მხოლოდ ერთი კონკრეტული. ირმა მეც ერთი კონკრეტული მიყვარს, აი იცი რომელიც ცისფერი როა, ზოგი თათრულს ეძახის, ზოგი მეგრულს ეძახის. კონკიას გოგრას ვეძახი მე. ცისფერი როა, ეგ არის ზღაპარი, მაგრამ ეგ რა ვიცი ჯერ არ დამინახავს, ჯერ მე მგონი ესენი შემოდის ეს ყვითლები. ლელო მიყვარხართ გოგოებო. მარიამ ნინი ლამაზი გოგოები ნინი და სოფი ლამაზები ხართ რა საყვარლები ხართ ლამაზებო თბილი გოგოა კარგი ადამიანი ხართ კარგი მეგობარი ბედნიერებას გისურვებთ მიყვარხართ ძალიან მადლობა საყვარელო მარიამ უძერფაცეთი მეგობარი ბრაუ ჰაუზერის იყიანი მეტალის აქვს კონსტრუქცია საუკეთესო. გასატარებელზე ამბობ, ხო? ხორცაკებზე. ჰაუზერი ესე იგი. ნინიკო, რასაც ქვია მეგობარი მყავს ორი, რომელსაც გავუძლებ ყველაფერს მომისმენენ ასევე მეც მოусმენ დანარჩენი ვისთან ერთად ყავს სვავდა დროს ვატარებ მაგალითად დაბადების დღეებზე იმათ არ ვუძიებ ჩემს ცხოვრებას არ ვუყვები დეტალებს თუმცა ვუსმენ დაუდგევარ გვერდით როგორც შემიძლია ისეთი პერიოდი მაქვს მინდა წყნარად ვიყო და ისეთი ქაოსური დღეები როგორც მქონდა 2-3 წლის უკან აღარ მქონდეს ჩემი ორი გოგო ვიცი რა დროს არ უნდა იყოს ჩემს გვერდით იქნებიან და მე იმედებიან ძალიან მიხარია დეფასა ეგეთი ადამიანები ჩვენ ყველას უნდა გვყავდეს და ხო ეგეთი ადამიანები ცოტანი არიან ეგეთი ადამიანები ბევრი არ არის საერთოდ არ არის ბევრი ესეთი ადამიანი რომ მოგისმენს გულთან მიიტანს და რაღაცა იცხოვრებაში დავაკვირდი რომ ბევრ ადამიანს პირიქით გაუხარდება შენი ცუდი და და მე მაგალითად სტილობისთვისაც გასართობათაც ყავას არავისთან არ ვსვავ ჩემ თავთან ჩემი თავი ჩემთვის არის საუკეთესო კამპანია ძალიან მიყვარს ჩემ თავთან ყოფნა თუმცა რა თქმა უნდა მესმის შენი და იმ ადამიანების ვინც მაგალითად დროს ატარებენ სხვა ადამიანებთან ესე ისე დაკარგ მესმის არავის არაწოს არ გამსჭი უბრალოდ ჩემსაც ვიძახი მე ძალიან ინტროვერტი ვარ უზომოდ ინტროვერტი ადამიანი იცი როგორი ინტროვერტი ვარ აი ჩემი საყვარელი ადამიანები სადაც არიან იქაც კი რო წავალ ან მაგალითად ქორწილში რო წავალ ან ჩემი საყვარელი ადამიანები რო არიან იქ რო შეკრებაზე რო წავალ ერთი კვირა მე მჭირდება მარტო სამყოფელად ანუ რაც უფრო მეტი ხალხია მე უფრო მეტი დრო მჭირდება მე რომ ჩემი ძალები აღვიდგინო ძალიან ინტროვერტი ადამიანი ვარ და შესაბამისად ანუ ჩემს და
პლუს კიდე ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, როგორც გავლილი მაქვს, ამ ჩემს ცხოვრებაში უშვებ მარტო ძალიან რჩეული შვიათ, აი ისეთ ადამიანებს, რომელიც ყოველთვის მოვა, ყოველთვის მოგისმენს, ყოველთვის შენია, შენი გულის ადამიანი რა. და შენც მასთან რა თქმა უნდა. ხო. ლელა, იმღერა იცეკვენი სიმღერაც გიხდება და ცეკვაც. Მადლობა ჩემო საყვარელო. ეს вот это точно подруга, подарок от Бога. ნამდვილად ძირფასო, ნამდვილად ეგრეა. ნინილამაზო მიყვარხარ ძალიანო მარიამა. ამოგრეთ ძირფასება, ასეთი იყო ჩვენი ტილის ვლოგი. მიყვარხარ ძალიან. და ლაიქი და გამოიწერეთ არხი. კოცნით და მომავალ შეხვედრამდე. დღეს კიდე გადავიღებ რაღაცებს. არ ვიცი როდის წავიდე. ქორწილში ხო უნდა წავიდე 25-ში ქორწილი და ჯერ არ მქონდა გადაწყვეტილი და ახლა გადავწყვიტე რომ წავალ და არ ვიცი რა ჩავიცვა. ანუ არ მინდა ეს ძალიან რაღაცა პოე და რაღაცა ისეთი კაბა რომელსაც ვიყიდი და მე მეკიდება ტყუილა უაზროდ. ანუ ეგეთი რაღაცის ყიდვა არ მინდა. რაღაცა ისეთი მინდა, რასაც მაგალითად მე სხვაგანაც ჩავიცმევ და გამოვიყენებ. სადა. და უფრო ისეთი ყოველდღიური იყო, მე რომ მიხდებოდეს რა. ხო და არ ვიცი რა იქნება, შეიძლება მაინმეზე და იყოს რამე კაბა, ან შეიძლება იყოს შარვალი და ზედა. გასავლელია მოკლედ რა. ხო. მეტად როგორი ამინდები იქნება იმ პერიოდისთვის. და მოკლედ ესეც ვიფასებ, რა თქმა უნდა, საქმის კურსში. დღეს არ ვიცი წავალ თუ არა. მეგონი დღეს არ წავალ, მაგრამ როცა წავალ აუცილებლად წაგიყვანთ. ეს ვერ შევჭამებ.